ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს. მათი უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, მათ შორის კახეთშიც. დაკავებულებს ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის რეალიზაციისა და მისი ხელშეწყობის ფაქტებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა. სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად არის ამოღებული. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონო გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.